ჯადოსნურ სასახლეს, რომელიც 1851 წელს აშენდა და სადაც თითქმის საუკუნეა სამხატვრო აკადემიაა განთავსებული, სრული რეაბილიტაცია პირველად უტარდება. უნიკალური შენობა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დანგრევის პირას იყო. ყოველწლიურად მატულობდა საფრთხე და დღითი დღე შეუძლებელი ხდებოდა სასწავლო პროცესის სრულფასოვანი განხორციელება. წელს პირველად კი კულტურის სამინისტროს ინიციატივით შენობის კაპიტალური რემონტი დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში აღმოჩნდა, რომ სამხატვრო აკადემიას საძირკველი პრაქტიკულად არ გააჩნდა. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ისტორიული სარკეებიანი დარბაზის ჯერი. შენობა არქიტექტურულადაც დეფორმირებული იყო, თუმცა აკადემია მალე სრულად იქნება აღდგენილი. კულტურისა და ძეგლთაცვის სამინისტროს უშუალო ინიციატივით დაიწყო აკადემიის შენობის სრული რეაბილიტაცია. ეხლა ვართ ეტაპზე, როცა მიმდინარეობს შენობის კონსტრუქციული გამაგრება, დამთავრდა ქვედა სართულის კონსტრუქციული გამაგრება, შემდგომ გადავდივართ ეხლა ზედა სართულზე, სადაც ეს უნიკალური დარბაზებია და ეს სამუშაოები უნდა დამთავრდეს ამ წლის ბოლოს. შემდგომ უკვე დაიწყება ამ უნიკალური დარბაზების რეაბილიტაცია. ანუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ არსებული შენობა სრულად დაცული იქნება და მას აღარანაირი საფრთხე აღარ დაემუქრება. სარემონტო სამუშაოების სასწავლო პროცესს არ აფერხებს. სამხატვრო აკადემიაში სტუდენტური ცხოვრება ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს. აკადემია მე რითიც ყველაზე მეტად მომწონს ისე რომ მარტო ის არ არის შენ მიმართულებას სწავლობ. შეიძლება ისევე ისწავლოს სხვა მიმართულებებით როგორც შენ. იქიდან გამომდინარე კიდე ცოტა ვარ ძალიან 1800 ბავშვი სწავლობს უნივერსიტეტში. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და როგორ თქვა მართლა ერთ ოჯახად ვარ შეკრულები ლექციების მერე ეს აუცილებლად ხდება რომ ყველა იკრება ანიზოში ან თვითონ უნივერსიტეტში და ერთმანეთს უზიარებას სხვა აზრით ლექციებთან საგნებთან დაკავშირებით და ეს კიდე უფრო მეც საშუალებას გვაძლევს იმისა რომ გავეცნოთ სხვა ფაკულტეტების როგორ თქვა საგნებს და ცოდნა მივიღოთ იქიდანაც. კაცრად გაწერილი ცხრილის მიუხედავად სახელოვნებო სასწავლებლის სტუდენტებს სხვა სტუდენტებისგან განსხვავებული თავისუფლება აქვთ. აკადემიელებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. 1800 სტუდენტიდან უმეტესობა სწავლის მიღმაც საერთო ინტერესებს პოულობს. ყველაფერს ვაკეთებთ სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა, რომ სტუდენტების ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი. ვაკეთებთ ასევე კულტურულ საგანმანათლებლო პროექტებს, სპორტულ ღონისძიებებს. სხვათა შორის აკადემიაში სპორტული განხრით, ანუ არ იყო დამკვიდრებული სპორტული ცხოვრება და ამ მხრივ რაგბის გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ფეხბურთის გუნდი, კალათბურთის გუნდს ახლა ვქმნით. ფოლკლორული ანსამბლით შევქმნით, ლაშქრობებსაც გეგმავთ. ამ ლაშქრობებზე ვათვალიერებინათ სტუდენტებს სხვადასხვა კულტურულ ძეგლებს. ნაცვლად რომ ამ მხრივაც განავითაროთ სტუდენტური ცხოვრება და გავამრავალფეროვნოთ. ჩართულობას უწყობთ ყველანაირად ხელს, რომ უფრო მეტად დაახლოვდნენ და ფაკულტეტები არ იყვნენ ერთმანეთსგან გარიყულად. სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე 2 წელი დარჩა. რეაბილიტაციის შემდგომ კი სამხატვრო აკადემია არა მარტო სასწავლო დაწესებულება, არამედ კულტურის ცენტრიც გახდება. მოეწყობა საღამოები, მიღებები, გამოფენები, სივრცე დაეთმობა ყველა მსურველს და დასწრება უფასო იქნება. რაც მთავარია სტუდენტებისთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო. როგორც აქ ამბობენ, მსგავსი სამხატვრო აკადემია არც ერთ ქვეყანაში არ იარსებებს.